ევანგელისტური ეკლესია საქართველოს ხელისუფლებას ტერორში ადანაშაულებს. ეკლესიის ქონება დაუყადაღეს, სამლოცველო სახლი კი შესაძლოა საერთოდ დაკარგონ. რას ამბობს პასტორი ზაალ ტყეშელაშვილი, მასზე საუბრა ანა მდივანი და ახლა პირდაპირ ეთერში გვეტყვის ყველაფერს. რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები დავუსვით იურისტებს, რომლებიც ამბობენ, რომ ევანგელისტურ ეკლესიას კანონის მიხედვით აქვს იმის უფლება, რომ იყოს არარეგისტრირებული. რაც შეეხება თავად ევანგელისტური ეკლესიის პასტორის ზაალ ტყეშელაშვილის განცხადებას, ის ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ხელისუფლება, ქართული ოცნება, რომელსაც სურს, რომ ამ გზით ის გააჩუმოს. არჩელი შევიდა საქალაქო სასამართლოში. როდესაც ჩვენ მივიღეთ ეს არჩელი, შიგეწერა გაუგონარი რამ და ვერავით არის კომპრომატი, რომ ვერ იყო მოძებნილი, დამყარებული იყო იმაზე, რომ ეკლესია არ არის რეგისტრირებული. სამწუხაროდ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა სრულიად გამოუგნებელი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ თურმე უკან უნდა დავაბრუნოთ შემოწირულობები, რომლითაც ავაშენეთ სამლოცველო სახლი. ამ ყველაფრის უკან დგას რაღაც ძალები, თუ შეიძლება ითქვას, მოთხოვნები, რომელთაც შესაძლებელია ეს იყოს ხელისუფლება, რომელსაც სურს, რომ ეკლესიები და მათ შორის ჩვენც გარკვეული კონტროლის ქვეშ მოაქციონ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არ დაგვჭირდება არაფრის გაკეთება, თუმცა ბუნებრივია ვფიქრობთ ამ შესაძლებლობაზეც და აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება და შედეგი რაც ამჟამად გვაქვს, ეწინააღმდეგება ევროკონვენციის გარკვეულ მუხლებს. ჩვენ ვიცით, რა მეთოდებით მუშაობს სახელმწიფო რელიგიური გაერთიანებების წინააღმდეგ. ამისი შორს რომ არ წავიდეთ, ამისი დასტური არის ეგრეთ წოდებული კრებსები, რომელიც თემატიკა პირდაპირ მიმართული არის რელიგიის საკითხებისადმი. რა მასშტაბის თვალთვალი, კონტროლი, ჩარევა პირად ცხოვრებაში, ჩარევა საეკლესიო და რელიგიურ ცხოვრებაში ხდება სახელმწიფოს მხრიდან. მაყურებელს ვეტყვი, რომ ევანგელისტური ეკლესია და თავად ევანგელისტური ეკლესიის პასტორის ქონება ამ წუთებში არის დაყადაღებული, საქმე არის წასული უზენაეს სასამართლოში. იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დატოვებს უცვლელად, უფლებადამცველები და თავად ევანგელისტური ეკლესიის პასტორი ამბობს, რომ საქმეს წაიღებენ სტრასბურგში. მადლობა ანა მდივანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.